შობა მან შენმან ქრისტე ღმერთო, ამ უბრძყინვა სოფლსა ნათელი მეცნიერების არამე თუ რომელნი ვარსკვლავს ამსახურებენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის ზემაი შენი. მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობწყინდი მაღლით აღმოსავლთად, უფალო, დიდება შენდა. დღეს ახალი სტილით 7 იანვარს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს შობას უფლის აღთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან, იუდეის ბეთლემში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს იშვა. ამით აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგებულება. აღთა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. მაცხოვარი მოვიდა ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით ახსავს ეწუთი სოფელში, რათა სრულიად გარდაექმნა იგი. თვინიერ ცოდვისა მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რათა საღვთო სიყვარულის ძალით მოეხდინა ჩვენი შინაგანი ფერისვალება. შეიმოსა ადამიანური სხეულით, რათა მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა კაცთა მოდგმა. სწორედ იმ ხანებში, როცა მაცხოვარი ხორციელად უნდა დაბადებულიყო, გამოვიდა იმპერატორის ბრძანება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ. აღწერა ყველა ადამიანს ტომისა და გვარის მიხედვით საკუთარ ქალაქში უნდა გაევლო. საოცარია საღვთო განგებულება. ამ ქვეყნიური კეისარი უფლისნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში, მაგრამ ქალაქის არც ერთ სასტუმროში თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა და ცოლ-ქმარი იძულებული გახდა თავი ბეთლემის მახლობლად კლდეებს შორის მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინა, რომელშიც ქარიშხალისა და უამინდობისას მწყემსები პირუტყვებთან ერთად თავს აფარებდნენ. სწორედ ამ ღატაკ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიმშვიდეში ბრბოს მღელვარებასა და ქაოს მოშორებულნი უხილავ შემოქმედთან ერთად იმყოფებოდნენ. სწორედ ამ გამოქვაბულში პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალღაში ზამთრის ცივ ღამეს იშვა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ახალშობილი სახვევებში გაახვია და ბაგაში მიაწმინა. კაცობრიობის მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა. სასახლის მაგიერ უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად ჩალის ნაგლეჯი. უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არტოვებს მზრუნველობის გარეშე, ხოლო ჩობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. სამყაროს შემოქმედისათვის ცოდვებში ჩაფლულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. ამ საკვირველი, ზეციური და მიწიერი დღესასწაულის შესახებ პირველად გამოქვაბულის მახლობლად მდგარმა მწყემსებმა შეიტყვეს. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი. აჰა, ესე რა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა, რამე თუ იშვა დღეს თქვენ და მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა, გალობდა ზეციურ ანგელოზთა დასი მარადილ გიხაროდენს. მწყემსები უმალ გამოქვაბულისაკენ გაეშურნენ და წრფელი გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანისცეს კაცთა მოდგმის მხსნელად მოვლენილ ახალშობილს. იმავე ღამეს უჩვეულო ზეციური ვარსკვლავის წინამძღოლობით გამოქვაბულთან მოვიდნენ აღმოსავლელი მოგვებიც, რათა პატივი მიეგოთ განკაცებული მესიისათვის. იხილეს რა ყრმა მაცხოვარი, დავარდეს და თაყვანისცეს მას და აღაღეს საუნჯეთა მათდა და შეწირეს მისსა წვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს. ქრისტეს შობის დღესასწაული თავდაპირველად ნათლის ღებასთან ერთად აღინიშნებოდა. მეოთხე საუკუნიდან კი ისინი განცალკევდა და ქრისტეს შობა 25 დეკემბერს, ანუ ახალი სტილით 7 იანვარს დღესასწაულება. ქალწული დღეს არსებითად უზესთა ესაშობს ჩვენთვის. ანგელოზნი მწყემსთა თანადიდების მეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავსა თანამოგზაურობენ, რომელიც ჩვენთვის იშვა ყრმა, ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.